საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემების ციკლს სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. დღეს ჩვენ გვაქვს მეოთხე საუბარი. და ამ მეოთხე საუბრის მეშვეობით ჩვენ ვამთავრებთ ამირანის მამის სულკალმახის სახელის განხილვას. როგორც მოგეხსენებათ, წინა საუბარში მე აღვნიშნე, რომ ის უზარმაზარი ეზოთერული დაფარული ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც ქართველური და შუმერული ენები და კულტურა ერთმანეთს უკავშირდება, არის გარკვეულწილად გასაიდუმლოებული და მხოლოდ ქართველური ენების მეშვეობით შეიძლება ამ შუმერული ენიგმის ამოცნობა. ჩვენ იმაზეც ვისაუბრეთ, რომ თუ ასეთი დიდი კავშირები არსებობდა შუმერულსა და ქართველურ ენობრივსა და კულტუროლოგიურ სისტემებს შორის, რატომ არ იყო დაფიქსირებული სადღაც მაინც ეს ქართველურ სინამდვილეში. და ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თურმე ყოფილა ეს და არა ერთ რომელიმე სისტემაში, არამედ რამდენიმეში. და ესენია, შეგახსენებთ, ლექსიკა, მეორე მითოლოგია და მესამე ისტორიული დოკუმენტები. დავიწყოთ ჩვენ ლექსიკით. ეხლა თქვენ სლაიდზე ხედავთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემაჯამებელ მონაცემებს იმისათვის, რომ ჩვენ დავიწყოთ სულ კალმახის ეტიმოლოგიის გამოკვლევა ქართველურ სივრცეში. სულ კალმახი, როგორც სახელი, უпростоრად ეტიმოლოგიის თვალსაზრისით ამ სახელს მნიშვნელობა, განმარტება ჯერჯერობით არ მოეპოვება. სული გასაგებია, რასაც ნიშნავს, მაგრამ აი რას ნიშნავს კალმახი, საიდან მოდის იგი, ეს ძნელად დასადგენი ერთეული აღმოჩნდა. ჩვენი ანალიზის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ სულ კალმახის ეტიმოლოგია და უпростоრად მისი მეორე კომპონენტის კალმახისა შეუძლებელია განსაზღვროთ შუმერული მონაცემების გარეშე. ჩვენ დავადგინეთ შუმერულის სუკ-კალმახის შესწავლის დროს, რომ ძირითადი ლოგოგრამები ესენი იყო სუკალ და მახ, მაგრამ ეს სუკალიც განიყოფებოდა სა პრეფიქსათა და კალ ერთეულად, ანუ ძირად. აი სწორედ ეს სტრუქტურული შედგენილობა შუმერული სიტყვისა მე მაძლევს იმის უფლებას, რომ ქართულშიც კალმახი წარმოვადგინო როგორც თხზული სიტყვა, რომელიც შედგება ორი ერთეულისგან, კალ და მახ. რასაც თქვენ სლაიდზეც ხედავთ, ხო? ახლა უნდა დავადგინოთ ის, თუ როგორ უნდა დავიწყოთ აღნიშნული ერთეულების გამოკვლევა. ამაში ჩვენ უკვე გვეხმარება ის სიტყვები, რომლებიც ჩვენ შუმერული ერთეულების განხილვისას დაგვჭირდა. პირველი ეს იყო, შეგახსენებთ, საგალი, რაც ნიშნავს და თევზს და სამსალას, ანუ თევზს და მოსაწამლ ნივთიერებას, საკვებს და ასე შემდეგ, და მეორე გახლდათ საკალი, ანუ ის, რაც უნდა მოკვდეს, ის, რაც არის მოსაკლავი. აქედან გამომდინარე, ორივე ერთეულის გამაერთიანებელი, ასე ვთქვათ, საერთო მნიშვნელობა არის უარყოფითი. და ეს კი იმას ნიშნავს, რომ კალ სიტყვას, სიტყვაში კალმახი, ასევე უარყოფითი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და ისიც კვლას განადგურებას, მოდით ასე ვიტყვი, უნდა მიანიშნებდეს.
მაგრამ თუ ეს ასია, მაშინ მახ მეორე სიტყვა რაღაც ნიშნავს, ხო? ამისათვის, რა თქმა უნდა, ლექსიკონებში დავიწყე ძიება, ისეთი სიტყვისა, რომელიც ფონეტიკურად ბგერითი შედგენილობისა და შინაარსის, უпростоრად სემანტიკის მიხედვით, ახლოს იდგებოდა აღნიშნულ სიტყვასთან. და აღმოვაჩინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად მისახვედრი უკვე შემდეგ სიტყვა გახლდათ მახე, რომელიც ბატონი საბას, სულხან საბას ლექსიკონში განმარტებული არის, როგორც ზოგადი სახელი ყოველთა შესაპყრობელთა. აქედან გამომდინარე, კალ მახ ყოფილა ისეთი მოკვდინება, რომელსაც შეპყრობით, დაჭერით განახორციელებ. მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს მახით კვლა, მახით მოკლა, აი რა გაგება ჩადო იმ პიროვნებამ, ვინც შექმნა აღნიშნული სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ეთნოლოგიაში ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო ტერმინი, რომელსაც ქვია სიმპათიკური მაგია. სიმპათიკური მაგია გიჩვენებთ თქვენ ისეთ მოქმედებაზე, მიუთითებს ისეთ მოქმედებაზე, რომელიც სასურველია, რომ მომავალში მოხდეს. მაგალითს მოვიყვან ეგვიპტური სინამდვილიდან, სადაც იყვნენ ადამიანები, ეგრეთ წოდებული ჯადოქრებივით, რომლებიც იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული ფაქტი დაეყენებინათ, ამისათვის მთელ რიგ რიტუალებს ატარებდნენ. მაგალითად, თუ უნდათ რომ ვინმე ადამიანი დასნეულებულიყო, ამისათვის აკეთებდნენ მის ფიგურას და შემდეგ მას ნემსებით ჩხლეტდნენ ხოლმე, ამ ფიგურაში ნემსებს ტოვებდნენ და ამ ფიგურას მალავდნენ. იმისათვის, რომ იგი არავის არ უნდა დაეხატა და მათ დაენახა და მათ სჯეროდათ, რომ იმ ადამიანს ზუსტად ის დაავადება დაემართებოდა, ან და ისეთი შედეგი დადგებოდა დაავადების შედეგად, რომელიც მათ სურდა. ეს რიტუალური კვლა გახლავთ და სწორედ აი ასეთი რიტუალური კვლა არის ჩადებული სიტყვაში კალმახი. ანუ კვლა რიტუალურად, არა რეალურად, არამედ გადატანითი მნიშვნელობით. თუ ეს ასია, მაშინ უნდა ვიკითხოთ, რა მოვკალით ჩვენ, ხო, ამ კალმახის მეშვეობით. ახლა გადავიდეთ ისევ შუმერულ სისტემაზე და ვთქვათ, რომ შუმერულ სისტემაში სამივე სიტყვა, რომელშიც კალმახი ფიგურირებდა, ხო, ესე შეგახსენებთ, ესენი იყო დინგირ სუკალმახ, მეორე იყო სუკალმახ, ერთი კანით რომ იყო და მესამე იყო სუკალი, ხო. ესენი თურმე სუყველა უბრალო ლექსემებს კი არ წარმოადგენენ, არამედ წარმოადგენენ გარკვეულწილად კოდებს, რომლებიც აი ამ ქართულ, თუ შეიძლება ასე ითქვას, კვლის სისტემასთან არიან დაკავშირებული. მაშასე მართალია ჩვენ ეს კი გამოვავლინეთ, რომ რაღაცა კვლასთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ საბოლოო ჯამში რა როგორ გითხრათ, აი რა საიდუმლოება გავხსენით ჩვენ ამით, ჩვენ ხო არ ვიცით, მაგრამ ეს იციან ძალიან კარგად ასირიოლოგებმა, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული სიტყვები ფაქტობრივად უცნობი ეტიმოლოგიისანი არიან და გარკვეულწილად, კიდევ ვიმეორებ, საიდუმლო, თუ შეიძლება ასე ითქვას, აი გამოცანა სიტყვებს წარმოადგენენ. მაგრამ როგორც კი ჩვენ ქართველური ენების მეშვეობით მოვახდინეთ აღნიშნული სიტყვების ანალიზი, ჩვენ ფაქტიურად გამოვიკვლიეთ მათი წარმომავლობა. მათი წარმომავლობის გამოკვლევა კი ერთმნიშვნელოვნად უტოლდება მათი საიდუმლოების, მოდით ასე ვიტყვი, მოკვლას.
ანუ მისი გახსნა ხდება. ამის შემდეგ უკვე აღნიშნული შუმერული სიტყვების ჯგუფი აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას, იმიტომ რომ ეს უკვე გაცხადებული ფაქტი გახლავთ, ეს არის ქართველური წარმომავლობის ჯგუფი. აი ასე მოხდა, თუ შეიძლება ითქვას, მოკლა მახის მეშვეობით აი ამ შუმერული მიკროსისტემისა, სამი სიტყვისაგან შემდგარისა და ამავე დროს ქართული კალმახისა, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ კალმახი, რომელიც აი ამ მთლიან მიკროსისტემაში წამყვან ერთეულს წარმოადგენს, თურმე ყოფილა ის ძირითადი წამყვანი კოდი, რომელსაც უნდა მივყვეთ და თუ შეიძლება ითქვას, ზიგზაგით ხან შუმერში გადაგვიყვანს, ხან იქიდან ისე უკვე ქართველურში დაგვაბრუნებს, ხო? და აი ასეთი სვლით შუმერულსა და ქართველურ შორის ჩვენ უკვე ვგებულობთ თვითონ კალმახის წარმომავლობას. როგორც კი შუმერულისა და ქართველურის გათიშვა ერთმანეთისაგან მოხდება, რაც დღეობით სამწუხაროდ ფაქტს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ვერც იმ შუმერულ კალმახის ჯგუფს ვერ გამოვიკვებთ და ვერ გავიგებთ და ვერ მოვკლავთ მათ საიდუმლოებას და მეორე მხრივ ვერც ქართული კალმახისა. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან გაბედულად ვთქვათ, რომ სიტყვა კალმახი ქართულში ჩვეულებრივი სიტყვა არ გახლავთ. ეს არის სიტყვა კოდი, სიტყვა ინფორმაცია, რომელიც აგებული არის მიკროსისტემაზე, რომლის ახსნა უფრო სწორად აგებული არის მთელს მიკროსისტემაზე. ეს მიკროსისტემა შეიცავს ქართულ სიტყვებს კალმახი, საკალმახე, კალ, ანუ მოკლა, საკალი, საგალი. ხოლო და მახე და შუმერულიდან კი შეიცავს იმ სამ ერთეულს, დინგირ სუკალმახ, სუკალმახ და სუკალ, რომლებიც ჩვენ წინა მასალაში განვიხილეთ. რას გვეუბნება ყოველივე ეს ჩვენ? ყოველივე ეს ჩვენ გვეუბნება იმას, რომ სახელი კალმახი თურმე ყოფილა ხელოვნურად შედგენილი სიტყვა, რადგან იგი კოდია, ხელოვნურად შედგენილი სიტყვა და ხელოვნურად შედგენილ სიტყვას სჭირდება ხანგრძლივი ფიქრი, განსჯა, შერჩევა ძირებისა, მისი ფორმებისა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ გარკვეული ერთეულები, როგორც შუმერულში, ასევე ქართულში, ენობრივ სისტემას გულისხმობ, რა თქმა უნდა, თურმე ყოფილა კოდური ერთეულებით დატვირთული. მაშასე, ამით ჩვენ შეგვიძლია უკვე დავასრულოთ შუმერული სუკალმახისა და ქართული კალმახისა და აი ამ ჩვენი მიკროსისტემის ანალიზი და გადავიდეთ მეორე კომპონენტზე. ეს მეორე კომპონენტი კი გახლავთ მითოლოგია. მითოლოგიიდან მე შერჩეული მაქვს ერთადერთი ლეგენდა, რომელსაც ქვია ლეგენდა გელზე. აღნიშნული ლეგენდა მე მომაწოდა ქალბატონმა ნუკრი ცერცვაძემ 2004 წელს. ეს ლეგენდა მან ჩაიწერა ოთარ პაჭკორიასგან. სანამ გამოვაქვეყნებდი აღნიშნულ ლეგენდას და იგი გამოქვეყნებული არის ჩემს მიჯაჭვული ამირანის ლინგვოკულტუროლოგიურ ქსელში, მანამდე ვცდილობდი, რა თქმა უნდა, რომ ბატონ ოთარს რამენაირად დავკავშირებოდი, ვინაიდან მინდოდა მისგან უფლების აღება. გამოცემაზე, რა თქმა უნდა, გამოქვეყნებაზე, მაგრამ სამწუხაროდ მე მას ვერსად ვერ მივაგენი და ვერც ვერავინ ვერ ვნახე, ვინც რაიმე ინფორმაციას მომაწვდიდა მის შესახებ. ქალბატონი ნუკრი ცერცვაძე კი აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია გარდაიცვალა და რა თქმა უნდა, მე მისგან ვერანაირ ინფორმაციას ამის ბატონი ოთარის შესახებ ვერ მივიღებდი. რითი არის ეს ლეგენდა საინტერესო? ლეგენდა საინტერესო არის იმით, რომ მასში უამრავი რაოდენობით მოცემული გაქვთ კოდური სიტყვები და თითოეული კოდი მიგიწვით თქვენ გარკვეული ცოდნის მიერი სივრცისაკენ და თუ თქვენ, ან უпроსტურად ჩვენ
აი ამ კოდურ ერთეულებს არ გავყვებით ბოლომდე თავიანთ სივრცეებში და არ ვნახავთ თუ რა მნიშვნელობაა მათში ჩადებული, რა თქმა უნდა, მგლის ლეგენდის მთლიანი ინფორმაციული სისტემა, რომელიც მის უკან დგას და ის ინფორმაციული სისტემა, რომელიც მისმა შემქმნელებმა აღნიშნულ ლეგენდაში ჩადეს, ჩვენთვის უცნობი დარჩება. აქ ძალიან მოკლედ გეტყვით ახლა თუ რა სივრცეებში გავდივართ ჩვენ აქ დაახლოებით ეს არის ქართული დამწერლობა. ქართული ენები ხო გასაგებია თავისთავად. ეს არის დედაღვთაების სისტემა. ეს გახლავთ მგლის ტოტემი, ასევე ცისკრის ვარსკვლავის ასტროლოგიური მნიშვნელობა და სხვა. ახლა მე წავიკითხავ ერთ ამონარეთს აღნიშნული ლეგენდიდან, რომელიც ჩვენთვის საინტერესო არის ერთი კუთხით, თუნდაც რამდენიმეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ გიჩვენოთ, რომ იმას, რასაც მე ახლა ვამბობ, რეალურად შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული მგლის ლეგენდა მართლაც ასეთი რთული ნაშრომი გახლავთ. და აქ მიზანი ერთი მაქვს, გაჩვენოთ, რომ სულ კალმახი რომელიც ჩვენ დავამტკიცეთ ხო ენობრივ დონეზე რომ ქართული ყოფილა შუმერულთან ანალიზითაც რომ ქართული ყოფილა ახლა ვნახოთ მითოლოგიის დონეზე რამდენად მართლდება აი ეს დასკვნები რომ სულ კალმახი სახელი სულ კალმახი ქართული სინამდვილის შვილია მაშასე მე წავიკითხავ ამ ამონარიც იმის მიზნით რომ რა თქმა უნდა ზეპირად ამისი თქმა პრაქტიკულად შეუძლებელი იმიტომ რომ ის პეცი რომელიც აღნიშნულ ლეგენდას გააჩნია რა თქმა უნდა გარკვეულწილად დაიკარგება ახლა წავიკითხავ მე მას და კიდევ ერთხელ მიმეორებ დააკვირდით თუ შეიძლება როგორ უკავშირებს ეს მცირე ამონარიდი და როგორ გვიდასტურებს მოდით ასე ვთქვათ სულ კალმახის ქართულ წარმომავლობას მაშასე კავკასიის რეგიონში ცხოვრობს კალმახთა ტომი მწყემსთა და შემდეგ მეომართა ტომი ეს არის ქიანა ქვეყანა სულ კალმახია კალმახტომთა სულიერი მოძღვარი და მწყემსი თავისი ტომისა საქვირითოდ სულ კალმახს კალმახები მიჰყავს სულ მაღლა მშობლიური მდინარეების სათავეებში მათი წინამძღოლები არიან ორაგულები ანუ ორაკულები ორაგულები ამალით წინ უძღვებიან კალმახებს საქვირითოდ ზენა სოფელს კალმახები იქ ქვირითობენ მრავლდებიან ქვირითიდან ჩნდებიან და უკან ბრუნდებიან კალმახ ხეთების სახით ეს ველი მთლიანად მათი სამშობლოა კალმახებისა და მათი სამშობლოს ზეციური მფარველი არის დიდა ვოი ნანა აქ სანამ კალმახზე გადავიდოდე რამდენიმე სიტყვას და ფრაზას გაუსვავ ხაზს პირველი ეს გახლავთ ქიანა ქვეყანა რომელიც ჩვენი სამშობლოა ხო კალმახების ტომისა იგი ეს მეგრული სიტყვა გახლავთ და ქვეყანას ნიშნავს და აღნიშნული სიტყვის ერთეულები ანუ კი და ან ორივე შუმერული ერთეულები გახლავთ კი მიწას ნიშნავს და ან ღვთაებას ზეცის ღვთაებას და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდ ინფორმაციულ წვდომაზე გვაქვს ხელი დადებული ანუ აქაც ქიანაშიც ჩვენ ვხედავთ ასევე მითითებას იმაზე რომ ქართველური და შუმერული სამყაროები ძალიან მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული მეორე საინტერესო მომენტი აქ არის სულიერი მოძღვრობა კალმახისა და აქ მინდა შეგახსენოთ უანის კომპონენტი შუმერულ მითოლოგიაში ხო თევზკაც უანის კომპონენტი რომელმაც ცივილიზაციას ჩაუყარა საფუძველი შუმერის ტერიტორიაზე აქედან გამომდინარე აი ამ სულიერი მოძღვრის მეშვეობით რომელიც ჩვენს მიერ განხილულ სიტყვებში დინგირსუ კალმახის სახით იყო წარმოდგენილი ჩვენ უკვე მიგვიძღვის მთლიანად
წინათ ქართველურ შუმერული ურთიერთობების კვლევის სივრცეში. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი გახლავთ ზენასოფელი. ჩვენ ხშირად გეოგრაფიულ დასახელებებში საქართველოში ვამბობთ ხო ესა ზემო ქართლი, ქვემო ქართლი და ასე შემდეგ, შიდა ქართლი და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ასევე ზენასოფელი, ქვედასოფელი ალბათ კიდევ არსებობს და აქედან გამომდინარე არა კონკრეტული გეოგრაფიული ადგილი იგულისხმება აქ, არამედ აქ იგულისხმება აგრეთვე ზეციური სამყარო, ზეციური სამფლობელო. სხვაგვარად, აქაც ძალიან საინტერესო კავშირები მჟღავდება, იმიტომ რომ არაერთხელ მთელი რიგი სიტყვები, კოდურ სიტყვებზე მაქვს საუბარი, მთელი რიგი სიტყვები და ანალიზი სხვადასხვა ტრადიციები იქნება, ეს არტეფაქტები იქნება თუ რა, ყველა მიჩვენებს და უშუალოდ თვითონ ამირანისაც, ხო, აი ამ წიგნისაც უშუალოდ მიჩვენებს ძალიან სერიოზულ კავშირებს ქართველური ტომებისა ზეციურ სამყაროსთან. ახლა შემდეგი მომენტი ეს გახლავთ კალმახ ხეთების ამბავი. კალმახი რომ უკვე ქართული ტომია გავიგეთ, მაგრამ ხეთები უკვე ჩვენ მივდივართ, რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში ანატოლიის ტერიტორიაზე ხეთების იმპერიასთან და ხეთების წინ კიდე ხატების იმპერია იყო. ესე იგი მთელი ეს სფერო ასევე გამოსაკვლევია. აქედან გამომდინარე სულ რაღაცა 7-8 ხაზიანი ტექსტური მონაკვეთი გვაძლევს კატასტროფიულად დიდ ინფორმაციას და ამავე დროს მიგვითითებს იმაზე, თუ საითკენ უნდა ვიაროთ და რა სახით უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენ ქართველური კავშირები სხვა ცივილიზაციებთან. ახლა გადავალ მეორე პატარა ამონარიძე, ძალიან მცირე ამონარიდია ეს, იმიტომ რომ იგი ეხმიანება ჩვენში ქართველებში გავრცელებულ ძალიან სერიოზულ დებულებას. ამ დებულებას ახლა მე არ ვიტყვი, თქვენ ძალიან კარგად მიხვდებით ამას თვითონ ამონარიდიდან და შემდეგ განვიხილოთ, ხო? ესეც მგლის ლეგენდა გახლავთ. მოვიდა დრო, ჩემი გარდაცვალებისა, თქვა დიდავოი. უნდა შევიცვალო დიდი ხნით. როცა ჩემი მაგინებლები მოვლენ, მე მაშინ გამოვცხადდები 12-ად. ამიერიდან გელბახია ხარ შენ, გელების გერებად გამზრდელი. ასწავლე მათ მხედრული ენა. ეს არის ჩემი სინანულის ენა, ანდერძი ჩემი. თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი აი ამ ამონარიჩი არ არის, მაგრამ პირველივე ფრაზა მოვიდა დრო რისი. ესე იგი, როდესაც ჩვენ ვამბობთ მოვიდა დრო, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ მოქმედებ რაღაცა გარკვეული გეგმის, თუ გნებავთ გარკვეული პროექტის მიხედვით. სწორედ აი ამ რომელიღაც, ხო, პროექტის მიხედვით, თუ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ არ გვიმხელენ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ასეთი რამ არსებობსო, აი იმ გეგმის მიხედვით დიდავოი ნანა აპირებს გარდაცვალებას. მაგრამ არა სიკვდილს, ხაზი გაუსვათ ამას, გარდაცვალებას, რაც იგივეა, რაც მეტამორფოზა, ფორმის შეცვლა და დაფარვა დამალვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები გახლავთ, იმიტომ რომ მხოლოდ აი ამ კუთხით ქართველური ფენომენის გამოკვლევა კატასტროფიულად მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ჩვენ როგორც წეღან აღნიშნე, მთელი რიგი კოდური ერთეულების მეშვეობით, ასევე ამირანის სახელის მეშვეობითაც და კიდევ მრავალი სხვა არტეფაქტისა თუ ენობრივი მასალის მეშვეობით ქართველებს უკავშირებენ ზეცას. ამიტომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე არის მნიშვნელოვანი აი ეს დებულება, რომელზედაც წეღან გესაუბრებოდით, სადაც დიდავოი ნანა ამბობს, რომ გამოვცხადდები. ესე იგი მოვალო. ეს გამოცხადება სადა გვაქვს ჩვენ, ხო? ეს გამოცხადება ჩვენთან დაფიქსირებულია. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მგლის ლეგენდაში ეს დაბრუნება დაფიქსირებულია. უკაცრავად დაბრუნება დაფიქსირებული არის ქებაი და დიდებაიში, ხო? იმიტომ რომ იქ ქართული ენის აღდგომა იგივეა, რაც დაბრუნება. იგი დაფიქსირებული არის აგრეთვე დავათის სტელაშიც. ხო, ანუ ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ისტორიული ფაქტებისა, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ქართველური ფენომენი
ენის სახით იქნება ის ანუ ენობრივი სისტემების სახით როგორც მაგალითად ჩვენ ცნობილი მეგრული ლაზურის ანუ და ქართული ერთად აღებული ხო თუ ეს იქნება კულტუროლოგიური კუთხით მას უწერია აღდგომა იგი აუცილებლად უნდა გამწყინდეს ახლა რა უბრუნდება ამას მხედრული ენა ეს უკვე უშუალოდ უკავშირდება დამწერლობასაც. ანუ გეუბნება რომ რაღაც უნდა აღდგეს დამწერლობის თვალსაზრისითაც, რაღაცა ახალი უნდა შევიტყოთ. ამიტომ აქედან გამომდინარე, აი ეს უზარმაზარი პალეოგრაფიული სფეროც შემოდის სწორედ ქართველური ფენომენის ანალიზში. აქვე გვაქვს სიტყვა უпростоრად შესიტყვება სინანულის ენა. ეს ჩემი სინანულის ენაო, დიდავოინანა ამბობს, ხო? აი ამას აქ რა უნდა? სინანულის ენას აქ რა უნდა? აღმოჩნდება რომ ძალიან სერიოზული ფრაზა გახლავთ. მე ხლა ამ ფრაზაზე არ შევჩერდები. მის გასადასტურებლად არსებობს რა თქმა უნდა მთელი რიგი ფაქტები, მაგრამ ამას სერიოზული და დიდი გამოკვლევა ჭირდება. ამას იმ მასალას, რომელიც მე შეგროვებული მაქვს აღნიშნულ ფრაზასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოკვლევა ჭირდება, შემდეგ გარკვეული უკვე ტექსტობრივი მასალით მოცემულობა უნდა შედგეს და შემდეგ უკვე გაეცნოს ადამიანს, მაგრამ მე ამას ვამბობ იმისათვის, იმიტომ რომ ვიცოდეთ, რომ ასეთი ფენომენი არსებობს და გარკვეულწილად აი ჩვენი ეს ენა, ჩვენი დამწერლობა თურმე ვიღაცას სასინანულოდ დანანები ერთი სიტყვით დასანანერთებლად გამხდარა. გადავიდეთ ახლა მესამე ერთეულზე. ეს ერთეული გახლავთ ისტორიული დოკუმენტი, ეს არის თეიმურაზ ბატონიშვილის იბერიის ისტორია. პირველივე გვერდებზე თეიმურაზ ბატონიშვილი გვაწვდის ისეთ ინფორმაციას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენმა მკვლევრებმა ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნიეს. ჩვენ კი აღნიშნული მასალა ფაქტობრივად გვიდასტურებს უანის ქართველურ წარმომავლობას. წინა საუბარში ჩვენ ვთქვით, რომ ბეროსუსმა ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში ბაბილონის მარდუქის ტაძრის მთავარმა ქურუმმა დაწერა ტექსტი ბაბილონიკა, ანუ ბაბილონის ისტორია, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ ადგილობრივი მცხოვრებლები ველური ტომები იყვნენო და მათ გასაკულტურებლად, გასაცივილიზებლად მოდიოდა თევზკაცი უანი. იგი მოდიოდა ყოველდღე და უპირველეს ყოვლისა ასწავლა მათ დამწერლობა და შემდეგ უკვე სხვადასხვა მეცნიერებები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა სწორედ ის მონაკვეთები, რომლებშიც თეიმურაზ ბატონიშვილი სწორედ აი ამ კავშირებს გვიხსნის, მაგრამ იგი ახსენებს არა მხოლოდ ბეროსუსის მიერ ნახსენებ ინფორმაციას, არამედ იგი გვაძლევს აგრეთვე განმარტებას. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი ახლა ავიღებ მე და წავიკითხავ ერთ-ერთ ამონარიც ბატონი თეიმურაზ ბატონიშვილის იბერიის ისტორიიდან და ნახოთ რას ამბობს იგი ამ უანზე. უანს იგი უშუალოდ ასე სახელით მაინც და მაინც არ იხსენიებს, სულ ერთხელ აქვს ნახსენები, იგი ძირითადად საუბრობს ამფიბიაზე, ანუ ამფიბიაზე, კაც თევზზე. ეხლა წავიკითხოთ ეს ამონარიდი. ამფიბიას, რომელსა ოანესადცა სახელს ზდებენ, ესე იგი კაც თევზს, რომლისაცსა ჰგონებდნენ ეგრეთ უსწავლელნი, კაცნი, ასირიელნი. ხედავთ, თეიმურაზ ბატონიშვილიც საუბრობს ზუსტად იმაზე, რაზედაც ბეროსუსი, რომ მოხდა ველური ტომების გაკულტურება. რომელესე შედგმულ არს ორთა სტიხიონთა ცხოველთაგან, მიწიერისა და წყლისა. ხოლო ესე არათუ იყო ჭეშმარიტებით შედგმულ ორთა მიერ ცხოველთა, ესე იგი კაცისა და თევზისა. ესე იგი ეს სინამდვილეშიო თევზი და კაცი კი არ იყოვო. არამედ
ესე ამფიბიას არა რაიმე სხვა იყო გარნა გამოცდილი კაცის ზღვასა შინაცურვითა ესე იგი მეზღვაური იყო გამოცდილი ხო იყო იგი კავკასიის მცხოვრებთაგანი კაცი უგამოცდილესი გონიერებით და საქმითა ეგრეთვე სიმხნითა და კადნიერებითა როგორც ვხედავთ თეიმურაზ ბატონიშვილმა დაადასტურა ბეროსუსის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უანის შესახებ ანუ ბერძნულად უანესის შესახებ მაგრამ ამავე დროს გვითხრა რომ აი ის თევზკაციო ნამდვილად რეალურად თევზკაც კი არ წარმოადგენდაო არამედ იგი იყო ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც იყო გამოცდილი და გამოცდილი ბევრ საქმეში და უპირველეს ყოვლისა ზღვათა შინა ცურვაშიო მაგრამ ახლა ჩვენთვის რა თქმა უნდა საინტერესო ხდება ის თუ როგორ განიხილავს თეიმურაზ ბატონიშვილი აი ამ თევზკაცის ფენომენის წარმოშობას გავიგეთ რომ თურმე თევზკაცი არ ყოფილა რეალურად ორი სტიხიონისაგან შემდგარი არსება არამედ ეს ყოფილა ჩვეულებრივი ადამიანი და გამოცდილი მეზღვაური ახლა ვნახოთ თუ როგორ გახდა ან რატომ აღიქვეს ველურმა ტომებმა აღნიშნული პიროვნება და რა თქვა უკვე შემიძლია თამამად თქვა ეს ქართველი კაცი რატომ აღიქვეს თევზკაცად ნახეთ რას ამბობს ბატონი თეიმურაზი ამფიბიამ განატარა ცხოვრებისათვის ისა ნაწილი ზღვასა შინა და ოდესმე იძულებულ იყოცა ბრძოლად თევზთა და ვეშაპთა ზღვისათა საზრდელისათვის მონადირე და იძულებულ იყო დაფარვისათვის თავისი ზღვისა საშინელით ცხოველისაგან ანუ ეს კაცი ყოფილა თევზებზე მონადირე პიროვნება და ერთშვენიერ დღეს რა გააკეთა მან უსაშინლეს სამხეცსა მათგანსა ზედა ზღვითასა და მოკლა იგი ესე იგი ებრძოდაო ზღვის ცხოველებს და ერთ მშვენიერ დღეს ერთ-ერთი საშინელი ასეთი ზღვის ურჩხული მან მოკლა გახადა მას მხეცსა ტყავი თავისი და ქმნა თავისათვის ისა ჩაფხუტად ნაცვლად ლავრისა წამის საყოფელად ერთა და ყოველთა მხილველთა განსაკვრივსა მისთვის ძლევა შემოსილებისა მსგავსად ვაკხუსისა რომელიცა ისურვიდა ჩაჩქანად გატყავებულსა თავსა დიდისა მის ცხოველისა ცხვარ რქოსანისასა ანუ აქ უკვე შედარებაც მოყავს ბატონ თეიმურაზ და ამბობს რომ ეს ტყავი რომ გახადაო ეს ურჩხული ზღვის ურჩხული როდესაც გაატყავა ეს ტყავი უბრალოდ აიღო და მისგან ესე იგი აქ მოსასხამი არ წერია რა თქმა უნდა მაგრამ შუმერულ ბარელიეფებში ხშირად ნახავთ რომ მას მოსასხავებით მოსდევს თევზის ტყავი და თავზეც მეორე თავად თუ შეიძლება ასე ითქვას თევზის თავი ადგია ანუ ჩაჩქანათო აი ეს თევზის თავი აქვსო გაკეთებული არის თუ შეეფერება თუ არა ეს სინამდვილეს და თვითონ გვიდასტურებს რომ კი ესო შეეფერებაო იმიტომ რომ ბახუსიც იგივეს აკეთებდაო და არა მარტო ბახუსი არამედ ჩვენ ვიცით რომ ამერიკის აღმოჩენის დროს სწორედ ადგილობრივმა ინდიელებმა ევროპელები ცხენკაცებად აღიქვეს ხო ანუ ისეთი ტომებისათვის რომელთა განვითარება შედარებით უფრო დაბალ დონეზე დგას მათთვის აი ასეთი უჩვეულო ფორმების აღქმა რა თქმა უნდა წარმოადგენდა რაღაც გარკვეულ გარდა იმისა რომ საშინელებას მათთვის საშიშ შეიძლება ან და ღვთაებრივ რაღაც ფორმება და არსებება და ასე შემდეგ ზუსტად იგივე მოხდა შუმერული ცივილიზაციის დროსაც როგორც ჩანს იმიტომ რომ ბატონ თეიმურაზ ბატონიშვილი გვიდასტურებს ამას თურმე უანი რომელსაც
ეს თევზის ტყავი ჰქონდა მოსხმული მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის და მე დავამატებ დაფარვის მიზნით იგი აღიქვეს თევზ კაცად. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვიკითხოთ თუ საიდან ჰქონდა თეიმურაზ ბატონიშვილს ეს ინფორმაცია. აქაც ისევ მოვიყვან გარკვეულ პარალელს ეგვიპტური ცივილიზაციიდან. როდესაც ფარაონთა შვილები, უფლისწულები ამ შემთხვევაში ხდებოდნენ ხოლმე ფარაონები, ისინი იღებდნენ ასევე უფლებას, რომ შესულიყვნენ გასაიდუმლოებულ ოთახში, ეგრეთ წოდებულ ბიბლიოთეკაში და იქ არსებული წიგნები წაეკითხათ. მანამდე, სანამ ისინი არ გახდებოდნენ ფარაონები, ანუ მეფედ კურთხევამდე, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. როგორც ჩანს, საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ანალოგიური ტრადიცია და სამეფო ოჯახის გარკვეულ წევრებს, ისევე როგორც ალბათ რელიგიური კასტის წარმომადგენლებს და არა ყველას, არამედ მხოლოდ ხელდასხმულებს, უნდა სცოდნოდათ და ჰქონოდათ გარკვეული ინფორმაცია, რომელიც შემდეგ უკვე აი ასეთი ფორმით დაგვიტოვეს. რას ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი იმ მეთოდის შესახებ, რა მეთოდითაც მან თავისი იბერიის ისტორია დაწერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც ჩვენ ახლა განვიხილეთ, სულ რაღაც ორიოდენ ამონარიდი ადასტურებს ბატონიშვილის მეთოდოლოგიურ მიდგომას. იგი ამბობს, ვრცლად და დაწვრილებით მოთხრობასა ისტორიისა თანა არს, რაითა არა დატევებულ იქნეს, არც ერთი რაიცა იყოს აღწერილნი, გინათქმულნი, სხვათა და სხვათა მოთხრობათაგან, ქვეყანისა, ანუ თუშთა მათთვის, რომლისათვისცა დაიცა და ვითარ თქმულ არიან. ანუ ბატონიშვილისათვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ თქვა. მისთვის მთავარი არის თუ რა ითქვა, ანუ მან შეაგროვა ყველანაირი გამონათქვამი, რაც კი შეეხებოდა იბერიის ისტორიას. და თუ იქ მოცემული არის ინფორმაცია უანის, ანუ ამ შემთხვევაში შუმერული ცივილიზაციის შესახებ, ესეც უკავშირდება იბერიის ისტორიას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი მისი შეხედულების და პრინციპების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტექსტი და ასეთი ინფორმაცია იბერიის ისტორიაში არ მოხდებოდა. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, ამას წავიკითხავ და ამით ფაქტიურად განხილვას დავამთავრებ. ეგრეთვე აგრძელებს ბატონი, ეგრეთვე რომელიმე ზღაპარსიტყვაობანი არიან ალიღორიანი. ნახეთ რას გეუბნებათ, აი ის ადგილებიო, ის ტექსტის მონაკვეთები, რომლებიც თქვენ ზღაპრად მოგეჩვენებათო, სინამდვილეში ზღაპარი კი არ არის, არამედ ალეგორიულად ნათქვამიაო. ანუ აი რაზეც ვსაუბრობთ, ხო, ეს კოდური ინფორმაცია, სხვა სიტყვების მეშვეობით სრულიად განსხვავებული ინფორმაციის გადმოცემა, ეს რა თქმა უნდა, ზოგადად სწორედაც რომ ალეგორიაა, სწორედაც რომ დაფარული ინფორმაციის გარეთ გამოტანაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულ კალმახის ეტიმოლოგია არ ყოფილა ისეთი მარტივი, როგორც ეს შეიძლება ერთი შეხედვით გეჩვენოს და არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ედანთმეცნიერების საკითხი. ეს ყოფილა აგრეთვე მთელი რიგი სხვა მეცნიერებების ჩართულობის პრობლემა და უპირველეს ყოვლისა შუმერულისა, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი დღევანდელი მსოფლიოს ცივილიზაციის დასაწყისი და აი სწორედ მასთან კავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ახლა კი ვინაიდან მე მოგახსენეთ საუბრის დასაწყისშიც რომ ეს ჩვენი დასკვნითი საუბარი არის სულკალმახის ეტიმოლოგიაზე მე მსურს წავიკითხო რამოდენიმე დასკვნა რომელიც აი ამ სამივე საუბრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ და პირველი ეს გახლავთ შემდეგი და ამას წავიკითხა სამივე საუბარში ჩატარებული ანალიზიდან ირკვევა რომ ქართველური და შუმერული ენები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც ენობრივად ისე კულტუროლოგიურად თანამედროვე ენათმეცნიერების ტერმინოლოგიით ეს გენეტიკური კავშირია მაგრამ გაცილებით უფრო მაღალი რანგის რომელიც ხელოვნურად შექმნილი კოდური ფორმულებით იმართება ეს კოდური ენათმეცნიერების გენეტიკური კავშირებია ანუ ჩვენ უბრალოდ გენეტიკურ კავშირებზე არ ვსაუბრობთ ქართველურისა და შუმერულის შემთხვევაში აქ არის კოდური გენეტიკური ურთიერთობები შუმერული აი ამ კოდურ ურთიერთობაში ამ წყვილში წარმოადგენს კოდს ხოლო ქართველური მისი გასაღებია მეორე დასკვნა იგივე ანალიზის ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე ირკვევა რომ ქართველური ცივილიზაცია გაცილებით უფრო ძველია ვიდრე შუმერული იგი ის ცივილიზაციაა რომელსაც ასირიოლოგები პროტო-შუმერულს უწოდებენ მისი განვითარების დონე იმდენად მაღალი გახლდათ რომ ფლობდნენ წარმატებული ცივილიზაციისათვის საჭირო მეცნიერულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას დასკვნა მესამე ქართველური ცივილიზაციის ღვაწლი დღევანდელი მსოფლიოს არსებობაში ფუძემდებლურია ამ ინფორმაციას ჩვენამდე ისტორიული დოკუმენტის სახით არ მოუღწევია მაგრამ მისი დამამტკიცებელი საბუთები მრავლად არის გაბნეული სხვადასხვა ხალხების ენობრივ თუ კულტურულ არტეფაქტებში ბეროსუსის თქმით ვერავინ იტყვის იმაზე მეტს რაც თქმულა ეს კი იმას ნიშნავს რომ ამ მასალას შეგროვება სჭირდება და ბოლო მეოთხე დასკვნა ინფორმაცია ქართველური ცივილიზაციის შესახებ გასაიდუმლოებულია ეს დაფარვა გაუჩინარება ნებაყოფლობითია თუმცა მისი გამომჟღავნებაც უცილობელი ფაქტია ეს დაბრუნება ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიაშიც მგლის ლეგენდაშიც დავათის სტელაშიც და რა თქმა უნდა ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიშიც აი ამით დავამთავრებთ ჩვენ სულკალმახის სახელის ეტიმოლოგიის გამოკვლევას დიდი მადლობა ყურადღებისთვის კარგად ბრძანდებოდეთ და როგორც ყოველთვის გიტოვებთ მიოშოპის საკონტაქტო დეტალებს ნახვამდის